ახალუბანში მეოთხე საჯარო სკოლის ეზოში არსებული ეს კედელი, რომელიც სავაჭრო ობიექტის დემონტაჟის შემდეგ ჩამოვარდნის საფრთხეს ქმნიდა, ტელეკომპანია ბორჯომის ეთერში გაშუქდა. სიუჟეტი, სადაც არსებული პრობლემა და კონკრეტული დაპირებები იყო, 18 ნოემბერს დღის ქრონიკაში გავიდა. პრობლემა რამდენიმე დღეში მართლაც მოგვარდა. ტერიტორია შემოიღობა და აქედან ჩამოვარდნის საშიშროებაც შემცირდა. ძალიან სწრაფად ამ სიუჟეტის შემდეგ მოხდა რეაგირება და ბატონმა ავთანდილ გონგლაძემ მიიღო ზომები და რამოდენიმე დღეში მოხდა აი ამ ტერიტორიის შემოღობა. მინდა მასაც მადლობა გადაუხადო, რომ გულთან მიიტანა ეს ჩვენი ტკივილი. გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა. დემონტაჟის შედეგად სკოლის ტერიტორიაზე დარჩა სამშენებლო ნაგავი, რომელიც არის გასატანი. ჩარხისწყალზე თევდორე მღვდლის ქუჩაზე კი გზის მონაკვეთი ათეული წლების მანძილზე რეაბილიტაციას საჭიროებდა. პრობლემა აქაც მოგვარდა, გზა უკვე მოასფალტდა. ფეხით მოსიარულეებსა და მანქანის მძღოლებს გადაადგილება ტალახში აღარ მოუწევთ. ნორმალურად გავივლით და ზევიდან ჩამოსული წყალი გავაიქ, სანიაღვრეც გააკეთეს და კმაყოფილები ვართ. ძალიან კაი გაკეთდა, რაც გაკეთდა. ძალიან მადლობლები ვართ თავრობისასა და ხალხისაც.